გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C#-ის YouTube გვერდი და დღეს მინდა გესაუბროთ პროგრამირების ერთ-ერთ ყველაზე underrated, ესე რომ ვთქვათ, დაუფასებელ განხრაზე, და ეს არის ტესტირების ავტომატიზაცია. პირველ რიგში ვინც არ იცით, ავხსნი, რა არის ტესტირების ავტომატიზაცია და მე შევეცდები ჩამოვყალიბო, რატო ვფიქრობ, რომ არის შედარებით დაუფასებელი. რომ აგიხსნათ ახლა რას ნიშნავს ტესტირების ავტომატიზაცია, პირველ რიგში გეტყვით, რომ არსებობს ორი სახის ტესტირება. ეს არის მანუალ ტესტირება და ავტომატური ტესტირება. რა არის მანუალ ტესტირება და რას აკეთებს მანუალ ტესტერი? დაუშვათ, ეს არის ჩვენი აპლიკაცია. ეს აპლიკაცია შექმნილია სხვათა შორის ტესტირების ავტომატიზაციაზე როივორდი შემაგისთვის რა. რას აკეთებს მანუალ ტესტერი? შედის მაგალითად ლოგინის ფუნქციონალში და ცდილობს გატესტოს და იპოვოს რამე ბაგი ხო არ არის. მაგალითად email ფორმატში ჩაწერს რაღაც ტექსტს, რომელიც არ არის email ფორმატი, ჩაწერს რაღაც პასვორდს, დააჭერს ლოგინს და ანუ ტესტავს გაატარებს თუ არა სისტემა არა email ფორმატს. ამ შემთხვევაში ამოაგდო error message და სწორად მუშაობს. რო არ ამოაგდო error message, დაწერდა bugs და ეტყოდა developers, რომ აი ესე ცუდად მუშაობს ლოგინის ფუნქციონალი. მაგრამ მანუალ ტესტირებას რაც აქვს, ცუდი არის ის, რომ როცა დეველოპმენტში, როცა აპლიკაციაში რაღაც ახალი ფიჩერი იქმნება, ჩვენ გვიწევს, რომ გავაკეთოთ integration test-ი, ანუ გადავტესტოთ მთლიანად აპლიკაციას, სადმე რამე ხო არ გაფუჭდა ახალი ფიჩერის დამატების მერე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ეგ პროგრამირებაში, რომ რაღაც ახალი ფიჩერი ემატება და მერე სადღაც რაღაცა ფუჭდება. ამიტომ მანუალ ტესტს ყოველთვის უწევს, რომ რაღაც პერიოდში ერთხელ გადატესტოს მთელი სისტემა თავიდან ბოლომდე რა. მაგალითად, შეიძლება აქ რაღაც ფილტრის რაღაც დაემატოს, ფილტრის ახალი სახეობა, მაგრამ მაინც უნდა წავიდეს და ლოგინის ფუნქციონალში შეამოწმოს რამე ხო არ გაფუჭდა. და ტესტირების ავტომატიზაცია რატომაც არის მაგარი არის, რომ ერთხელ წერ კოდს, ერთხელ წერ ავტომატურ ტესტს, რომელიც ავტომატურად ეშვება ყოველ რაღაც რამოდენიმე საათში, ან ყოველ დღე, ან ყოველი deployment-ის შემდეგ, მოკლედ როგორც დავაკონფიგურირებთ, მაგის მიხედვით ეშვება ავტომატურად. ეგ არის თავარი სიძლიერე ავტომატური ტესტირების. და ეხლა რატო ვფიქრობ, რომ არის შედარებით დაუფასებელი რა? ეხლა ძალიან ბევრი უნივერსიტეტები, სკოლები და კურსები გვხვდება Facebook-ზე, რომ მოდით ჩვენთან დაიწყეთ პროგრამირების სწავლა და 3 და 5 თვეში გახდებით პროგრამისტები, გექნებათ ამდენი $1000 ხელფასი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არა და რეალურად ძალიან რთული სიტუაციაა დღეს დეველოპმენტის ბაზარზე, განსაკუთრებით ჯუნიორებთან და დაჟე-მიდლებთან მიმართებითაც, რომ ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ იმდენი წამოვიდა უკვე ამ დეველოპმენტის სასწავლად, რომ ძალიან ჭირს გარჩევა, ვინ არის რეალურად კაი რა. ხო და ამ დროს არსებობს ეგეთი სფერო, ტესტირების ავტომატიზაცია, სადაც რეალურად სასწავლად არის 10-ჯერ უფრო მარტივი, იმიტომ რომ რეალურად ჭირდება იმ კონკრეტული ენის ბეისიკების სწავლა, რაზეც აპირებს რომ დაწერო ტესტები. მაგალითად C# ამ შემთხვევაში, ხო? C# ბეისიკები კარგად თუ იცი, თავისუფლად შეგიძლია რომ ტესტირების ავტომატიზაციაზე იმუშაო რა. C#-ზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენაა ტესტირების საწერად. ტესტების საწერად არის C# Java და JavaScript. JavaScript-ზე საერთოდ ყველაფერი კეთდება ვაფშე. ხო, ანუ ძალიან მარტივია, გაცილებით მარტივია დეველოპმენტზე და ანაზღაურების მხრივაც რო ავიღოთ, არ ვიცი, ანუ შეიძლება ერთ-ერთი ზუსტად იგივე არ იყოს, მაგრამ ბევრითაც არ ჩამორჩება რა, ძალიან მაგარი ანაზღაურება არის აქაც. ჩემ მაგალითზე რო ავიღოთ, მე ტესტირების ავტომატიზაციით დავიწყე, ალბათ 2020 წელი იქნებოდა და პირველი ოფერი მომცეს $2500 იყო ხა, ანუ არც მქონდა საერთოდ არანაირი დეველოპმენტის გამოცდილება. ხო და იმ მომენტში შეიძლება დეველოპერს არ ქონოდა მაგდენი ხელფასი რა, ანუ ფაქტიურად პირველი 5 წელი შეიძლება ერთნაირი ხელფასი ქონდეთ რა, ტესტერსაც და დეველოპერსაც. პროსტად ტესტერობაში ალბათ მაინც რაღაცა ჭერი არის ალბათ რა. მე უნდა გადახვიდე ან ტესტირების მენეჯერად ან რაღაცა ეგეთი ტესტირების ინჟინრად ან რაღაც უფრო მაღალ საფეხურზე. მაგრამ საწყის ეტაპზე, თქვათ, ამდენი ადამიანი რომ
development-ის ასწავლად მიდის პირდაპირ და მე იქ ნახულობენ რომ ეგრე მარტივიც არ არის თურმე საქმე და მე საერთოდ ანებებენ თავს. შეუძლიათ რომ საერთოდ მოვიდნენ და პირდაპირ დაიწყონ ტესტირების ავტომატიზაციის სწავლა რა. ეხლა გაჩვენებთ დემოსაც, როგორ კეთდება, რა არის და რანაირად კეთდება ზოგადად ავტომატური ტესტირების წერა და ამას გაჩვენებთ C#-ზე და ამ საიტის მაგალითზე. დავიწყოთ პროექტის შექმნით. ვქნით N-Unit-ის პროექტს. ეს არის C#-ისთვის განკუთვნილი framework-ი, რომელიც გვეხმარება ტესტების მენეჯმენტისთვის რა და მარტივად გავუშვებთ და ასე შემდეგ. Automated tests. და შემდეგ უნდა დავაინსტალიროთ რამოდენიმე NuGet package-ი. იმისთვის რომ დავიწყოთ ბრაუზერის ავტომატიზაცია. მოვიტანაკეთ. და დავიწყოთ პირველი package იქნება Selenium WebDriver. მეორე package იქნება WebDriver Chrome driver. Chrome driver-ი ნიშნავს, რომ ეს კონკრეტული NuGet-ი Chrome-ის ბრაუზერის ავტომატიზაციას გააკეთებს. ანუ აქ არსებობს Firefox-ის driver-იც, Edge-ის driver-იც და სხვადასხვა ბრაუზერების driver-ი, მაგრამ ეს ჩვენ გავაკეთებ კონკრეტულად Chrome-ზე. და კიდე ერთი საინტერესო NuGet package და ძალიან საჭირო არის ხსენოს სახელი wait helpers მე მგონი ეგრე ქვია. ხო, wait helpers. ამას მე აგიხსნით რაში გამოვიყენებთ wait helpers. მე მგონი სულ ეგ არის, რა გვჭირდებოდა. და მოდი ამ ტესტს დავარქვათ სახელი register test. და დავიწყოთ უკვე კოდის წერა. მერე თუ ჩვენ გავხსნით test explorers ჩამოვიტანოთ ქვევით, აქ გვიჩვენებს, რომ ერთი ტესტი გვაქვს, register test, მე შეგვიძლია მარჯვენა ღილაკი run და გავუშვათ. ეხლა ჯერ არაფერი არ გვიწერია შიგნი, ამიტომ გაშვებას აზრი არ აქვს. დავიწყოთ ეხლა ჩვენ ტესტის წერა. პირველ რიგში გვინდა, რომ ჩვენმა კოდმა გახსნას ეს საიტი. ეხლა როგორ კეთდება ეს? იქნება driver-ის instance, new Chrome driver და მე driver-ს ვეუბნებით, რომ navigate go to URL გადადი ამ URL-ზე. ეს არის ჩვენი პირველი ყველაზე მარტივი Selenium-ის კოდი, რომელსაც თუ გავუშვებთ, ეს ტესტის ექსპლორერი დამეკარგა. ეს ამაში ვერ დავამატებ ამას. აი ამაში. ხო. კაი, ცალკე კარი. და აქ შეგვიძლია უკვე ეს მარჯვენა ღილაკით გავუშვათ. ხედავთ, რომ გახსნა ჩვენი საიტი და გაჩერდა პრინციპში, ან დახურავს ახლა ამ საიტს. всё, გაჩერდა. გვეუბნება, რომ ტესტი წარმატებულია, გამწონა, იმიტომ რომ რამე ერორი არ მოხდა. ეხლა ჩვენ რაც გვინდა რომ ვქნათ, პირველ რიგში უნდა გავადიდოთ პანჯარა, იმიტომ რომ ეხლა თუ დავაკვირდებით, ეს უშვებს პატარა პანჯარაში რა და შესაბამისად ღილაკები და რაღაცები კარგად არ ჩანს. ამიტომ ვეუბნებით ეხლა რომ driver manage window maximize. და ამის შემდეგ თუ გავუშვებთ, გაადიდებს ეგრევე ჩვენს პანჯარას. მშვენიერი. კაი, ეხლა ამის მერე რაც გვინდა რომ ქნას,
გვინდა რომ დააჭიროს აი ამ ღილაკს. ეხლა როგორ უნდა დააჭიროს ამ ღილაკს? დავაინსპექტოთ ეს ელემენტი. და ეს ელემენტი არის a tag-ი, რომელიც href-ით გადადის out რაღაც login URL-ზე და ტექსტი არის sign in. და აქვს ასევე data test-იც. Data test-ი ეს არის სპეციალური ატრიბუტი, რომ ჩვენ გვეხმარება მარტივად გავუკეთოთ ლოკატორი ქვია რა ამას. ეს არის ლოკატორი ამ ელემენტის, რომ მარტივად მიაგნოს კოდმა თუ რას გვინდა რომ დავაჭიროთ ხელი. წამოვიღოთ ახლა ეს data test-ი და უთხრათ, რომ driver find element. ამას აქვს find element მეთოდი, რომელსაც გადაეცემა by პარამეტრად by ტიპის პარამეტრი რა. და აქ არის რამოდენიმე. რითი შეგვიძლია რომ მოვზენოთ ელემენტი. link text-ი, სახელი, tag name-ი, xpath-ი, partial link text და სხვადასხვა რაღაცები. ეხლა ყველას არ აგიხსნით ამ ვიდეოში, მაგრამ რაც დაგვრჩება იმას გამოვიყენებთ. რა ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ. მოდი, სხვადასხვა რო გამოვიყენოთ, ეხლა просто ტექსტით, link text-ით მივწვდეთ მაგ ბატონს ჩვენ. და ამის ტექსტი არის sign in. უბრალოდ ეს sign in ტექსტი მოვაკოპიროთ და ეს ამ შემთხვევაში ეს იყოს sign in button. შევინახოთ ამ ცვლადში ეს ელემენტი, რასაც დააბრუნებს. ამ შემთხვევაში ეს driver წავა და მოძებნის ისეთ ელემენტს, რომელსაც ტექსტად აქვს sign in. უბრალოდ ეგ არის და ეგ. მერე შეგვიძლია ჩვენ ამ sign in button-ზე გამოვიძახოთ click მეთოდი. და ეხლა ამას თუ გავუშვებთ მოძებნის ამ signing ელემენტს და დააჭერს ზეთხელს. ნახოთ აბა. კი ბატონო, გადავიდა ლოგინის გვერდზე. რადგან ჯერ დალოგინებული არა ვართ, უნდა დავაჭიროთ register your accounts. მოდი მოვზემოთ ახლა ამის ლოკატორი რა არის. ახლა გამოვიყენოთ აი data test-ი, აი ეს. ანუ უნდა უთხრათ Selenium-ს რომ დააჭირე ელემენტს, რომელსაც აქვს ატრიბუტად data test-ი და უდრის register links. ამისთვის გამოვიყენებთ ახლა ჩვენ სხვა ლოკატორს კიდე. var register button equals driver find element by CSS selector equals და აქ დავწეროთ CSS selector-ის სინტაქსი არის ესეთი. რა tag-ი არის და რა ატრიბუტი აქვს. ანუ ნახეთ, ეს არის tag-ი, a tag-ი და a tag-ის ეს ატრიბუტი data test uses register links. ანუ ეს ბატონი მოძებნე და მე ამას დააჭირე. გავუშვოთ ახლა ტესტი და ვნახოთ. როგორც ხედავთ, ახლა ვერ დააჭირა ამ ბატონს და რატო ვერ დააჭირა? ეს თუ დავაინსპექტებთ. მოკლედ, მიზეზი ის არის, რომ ცოტა გვიანი ტვირთება რა. თვალით შეიძლება ჩვენ ვერ ვატყობდეთ, მაგრამ შეიძლება რაღაც წამის მიათედებით ცოტა გვიანი ტვირთება და იმ მომენტში, როცა Selenium-ი ცდილობს რომ ამას დააჭიროს, მაგ დროს არ ჩანს ეს ბატონი აქ. ამ შემთხვევაში ხო გვჭირდება აი ეს nuget package, რომელიც ბოლოს დავაყენეთ wait helper-ები. ჩვენ უნდა დაველოდოთ ჯერ სანამ ეს ბატონი გახდება visible. და მაგის კოდი ახლა უნდა მოვუძებნო, იმიტომ რომ ზეპირად არ მოხსოვს. Wait for visible element Selenium C#. ეს უნდა იყოს ესეთი. არა. აი ეს იქნება. მოკლედ ეს არის კოდი, რომელიც ქმნის wait კლასის wait objects, აქ მითითებული არის რომ 10 წამი უნდა დაელოდოს
და მე weight კლასზე იძახებს until methods, რომელიც ეუბნება, რომ მოიცადეს სანამ expected conditions, სანამ ელემენტი არ ვიცახ visible ხო არ არის. აი, element exists, სანამ არ არსებობს ელემენტი და მე ეს ჩვენი სელექტორი, ანუ ეს რეგისტრაციის ლინკი. ეს შეგვიძლია აქედან წავშალოთ და მე ელემენტზე გამოვიძახოთ click მეთოდი. ანუ ეს ახლა მოვცდის ამ ელემენტს, სანამ არ გახდება visible, ანუ ხილვადი და მე დააჭერს. და აქ წერია, რომ რამდენი წამი მოუცადოს მაგ გამოჩენას. გავუშვათ ახლა და ვნახოთ. კი ბატონო. ან მოუცადა სავარაუდოდ რაღაც წამის 0.1 ან 0.2 წამი და მე დააჭირა. და გადაგვიყვანა რეგისტრაციის ფორმაზე. ეხლა შევეცადოთ, რომ ეს შევავსოთ რეგისტრაციის ფორმა და მაგით პრინციპში დავამთავროთ ჩვენი პატარა ტუტორიალი. აქაც იგივე პრინციპი არის, უნდა დავაინსპექტოთ სულ, ანუ ეგ არის ტესტირების ავტომატიზაციის განუყოფელი და მუშაობის flow რა. მიხარ აინსპექტებ ელემენტს, ნახულობ საუკეთესო სელექტორს და მე წერ კოდს, მე კიდე ნახულობ და ასე შემდეგ. კაი. ნახოთ ახლა რა სელექტორი შეგვიძლია ავიღოთ. ID თუ აქვს, ეგ ID როგორც წესი ყველაზე მარტივი და სანდო სელექტორია რა, იმიტომ რომ ID როგორც ვიცით არის უნიკალური ყველა ელემენტისთვის და რადგან უნიკალურია, თქვათ ორი ელემენტი არ მოიძებნება ერთ და იგივე სელექტორით რა და მაგიტო ID არის ყველაზე კაი. ID თუ აქვს ელემენტს მარტივი და საავტომატიზირებელია რა, მოკლედ რო ვთქვათ. მოდი დავწეროთ name input უდრის driver find element by ID და ამის ID იყო first name. და მე name input-ში send keys. Send keys არის ანუ აქამდე ვიყენებთ clicks დაკლიკებას და ეხლა ახალი მეთოდი არის send keys, სადაც შეგვიძლია გავგზავნოთ რა, ჩავწეროთ ჩვენი სახელი. ნახოთ აბა თუ იმუშავებს. კი ბატონო. კაი, გავაგრძელოთ ახლა. პარე მთლიანად ავაწყოთ და მე ერთიანად გავუშვათ. Driver find element იმას მოვაკოპირებ. Find element last name და სლაჩი შენახვა აუცილებელი არ არის, შეგვიძლია პირდაპირ აქვე send keys დავწეროთ და დავწეროთ გვარი. შემდეგი არის DOB, date of birth. გავუშვათ. როგორი ფორმატია ვნახოთ? ხო, ჯერ არის თვე 01/01/1994. მე მოდის კუჩა. My district was some street. მე მოდის passcode, ID, postal code. City, ID city. State. მარტივი და ესეთი straightforward ID-ები აქვს მინიჭებული, რაც კაია ტესტერისთვის. Your state. Your phone. Email address.
და password. ნახოთ აბა როგორ იმუშავოს ჩვენი ტესტი. და ბოლოს უნდა დავაკლიკოთ register buttons. ამას ID არ აქვს ამ ბატონს როგორც ხედავთ და მოგვიწევს CSS სელექტორით და მოვზრუნოთ და ეგრე დავაჭიროთ. Find element by CSS selector. Click. ეს არის ბატონი და კვადრატულ ფრჩხილებში უნდა ჩავსვათ მერე ის ატრიბუტი და მისი value რაც არის. ნახოთ აბა როგორ იმუშავებს. გვეუბნება რომ country არის required. კაი. ეხლა ეს არის drop down, ანუ კიდე ახალი ტიპის ელემენტი არის და როგორ უნდა ავარჩიოთ ეს drop down ელემენტი. ესეც უნდა მოვუძებნო, ეხლა ზუსტად არ მახსოვს და ეხლა ქვე გავაკეთებ. კლიკამდე კი არა, ეგ მოდის state-ის მერე, ხო? State, აი ამის მერე უნდა ავირჩიოთ country და მერე გავაგრძელოთ სხვა რაღაცეები. რომ ავირჩიოთ drop down-ი, მაგისთვის კიდევ ერთი NuGet package-ი გვჭირდება, ეს არის Selenium support-ი და ამის დაყენების მერე უნდა მოვუძებნოთ ეს იყოს country drop down და ეს იქნება find element by ID. Mis ID რა იყო? ეს გვჭირდება country. Our select new select element. Select element-ი მოდის იმ NuGet package-დან, რომელიც წეგან დავაყენეთ. და მერე ეს select-ი შეგვიძლია select by text Georgia. ანუ ეს select element-ი გვეხმარება იმაში, რომ ტექსტით მერე ავირჩიოთ ქვეყანა რა. ანუ აქ ამას გახსნის და შიგნით ნახავს Georgia თუ არის და მაგას აირჩევს. Georgia ეს უნდა დაირჩიოს წესით. გავუშვოთ ხა და ისეც ნახოთ წესით უნდა დავრეგისტრირდეთ ხა ამ კოდით საიტზე. კი ბატონო, დავრეგისტრირდით. მოდი ლოგინით ვსადოთ ხა ბარემ. რა მილით დავრეგისტრირდით? ეს იყო მეილი, ეს იყო პაროლი. როგორც ჩვენ ვაკეთებმა იმუშავა. მოკლედ ეს იყო, ვისი ჩვენებაც მინდოდა, იმედია დაგაინტერესათ. მართლა გაცილებით მარტივი არის პროგრამირებაზე და საკმაოდ საინტერესო და სახალისო საქმიანობაა ჩემი აზრით რა. იმედია დაგეხმარებათ ეს ვიდეო. მადლობა. კარგად.